ჯუვიზომის საკითხთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომელიც კვლავ გააქტიურებულია 11 ივნის თვით, რომ საქართველოს მხარესა და ევროკომისიის შორის პირველი დიალოგი შედგება. რას ელოდებით თქვენ, ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ იანვარში იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღება. ეს თავად წესებით გათვალისწინებული მექანიზმი არის, როდესაც ვალდებულება არის, რომ ჩატარდეს ასეთი ტექნიკური დონის შეხვედრა, შესაბამისად საგარეო საქმეთა სამინისტრო დააკომპლექტა ჯგუფი, რომელიც მიიღებს მონაწილეობას, კიდევ ერთხელ ტექნიკური ხასიათის შეხვედრა არის და არა პოლიტიკური ხასიათის. ამავე დროს ჩვენ ვიცით წინა პირობები, რაზეც იყო საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველოს მიერთებოდა ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ მათ შორის და ამაზე ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი ქვეყანა დავანგრიოთ და ომის საფრთხის წინაშე დავაყენოთ. მეორე იყო მოთხოვნა, რომ საქართველოს უარი თქვას, რომ მოთხოვნაზე, რომ უცხოელებმა გამჭვირვალედ დახარჯონ ფული და სურს ევროკავშირს, რომ კვლავ ფარულად ხდებოდეს დაფინანსება საქართველოში პოლიტიკური დღის წესრიგისა, როგორც ეს აქამდე ხდებოდა ბრიუსელის მხრიდან, რაზეც ჩვენ ვთქვით, რომ ეს შეუძლებელია გამომდინარე ჩვენი სუვერენიტეტის პატივისცემიდან. ასე რომ კიდევ ერთხელ ის სამწუხაროა ის, რომ ვიზა ლიბერალიზაციას აქვს თავისი პროცედურები, თავისი წინაპირობები, სამწუხაროდ ჩვენ რაც ვიხილეთ არის ის, რომ ნაცვლად ვიზა ლიბერალიზაციისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმებისა მოხდა პოლიტიკური წინაპირობების გამოგონება და წამოყენება საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც პირდაპირ არღვევს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, რომ თავად განსაზღვროს საკუთარი სახელმწიფოს დღის წესრიგი, ასე რომ როგორც იტყვიან, სუვერენიტეტი მარწყულზე არ იცვლება. მინდა გითხრათ, მორიგი რეზოლუცია განიხილება შემდეგ კვირაში ევროსაბჭოში და ევროპარლამენტში. ერთ-ერთი ავტორი არის რაზა ივნევიჩიანი, საუბარი შეეხება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებას. ჩვენ არაერთი რეზოლუცია გვინახავს, რა ფასი აქვს თქვენთვის რეზოლუცია? არაფერი, ეს არის მხოლოდ საინფორმაციო ხმაური შესაქმნელად. ჩვენ ყავს ამ ქვეყნის განვითარების მტრები ევროპაში სამწუხაროდ, რომელსაც პირდაპირ სურთ დააზიანონ ჩვენი ქვეყანა, ასე რომ ეს მტრული პოლიტიკა უნდა შეწყვიტოს უპირველეს ყოვლისა ბრიუსელმა. ეს მის ხელში არის საქართველოს წინააღმდეგ მტრული პოლიტიკა შეწყვეტა. შეუძლებელია კანდიდატ ქვეყნის წინააღმდეგ, ჩვენ რასაც ვაკვირდებით, როცა ბრიუსელი კანდიდატი ქვეყნის წინააღმდეგ ახორციელებს მტრულ ნაბიჯებს, ეს არ ჯდება არანაირ ვალდებულებებში, რომელიც თავის მხრივ აქვს აღებული ბრიუსელს ქართული ხალხის წინაშე, იმით რომ ჩვენ გვაქვს ასოცირების შეთანხმება. ამიტომ მტრული პოლიტიკის გატარება ასოცირების შეთანხმების პირობებში არის თავად ასოცირების შეთანხმების დარღვევა და საქართველოს როგორც კანდიდატი ქვეყნის სტატუსის უპატივცემულობა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს მტრული პოლიტიკა ქართული ხალხის წინააღმდეგ შეწყდეს. ოპოზიციაზე იქავს ხედავთ თქვენ დაპირისპირება ოპოზიციაში ყოველდღიურად სტატუსებს უწვდიან და ახალ დეტალებს ახმოვანებენ საკუთარ პოლიტიკურ საქმეზე შიდანაცეში რაც ხდებოდა. რას ხედავთ თქვენ, რა იკვეთება, რისი ანალიზი არის, რაზეც ისინი საუბრობენ, რომ ერთ-ერთი ღალატ შედანაშაულებენ ერთმანეთს ჭაობში და ასე შემდეგ, რომ არის რას გაჩვენებთ ოპოზიციაში რაც ხდება? როდესაც საქმე ისე რომ ჩვენ საქმე გვაქვს ანტიკონსტიტუციურ პარტიებთან თავისი არსით და სწორედ ამიტომაც მივმართეთ ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს ამის დასადგენად, როდესაც პარტიები ამოვარდნილი არიან კონსტიტუციური პრინციპებიდან, არიან არასისტემური, გადაქცეული არიან არასისტემურ ჯგუფებად, რა თქმა უნდა, იქ უკვე ყველაფერი ამგვარი ხდება. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო სასამართლოში ამ პროცესის წარმოება, რომ ყველაფერი მოიქცეს იმ სამართლებრივ პოლიტიკურ სივრცეში, რომელიც დადგენილია ჩვენი კონსტიტუციით. ასე რომ ეს აურზაური სულ იქნება მანამ სანამ ჩვენ შევეგუებით, რომ საქართველოში არსებობს ანტიკონსტიტუციის მტერი პარტიები. არიცით მაგალითად ნიკა გვარამიას ღალატ შედანაშაულებს თამარჩებული იშვილი მიხეილ სააკაშვილის ამბობს ეს პოლიტიკური ნარიმანი. აი ეს დასაწყისებლობა ხომათი მხრივ. თავარი ვისაც ეს ხალხი ღალატობს ყველა უწყებრივ ამ ეგრეთ წოდებული ალიანსის წევრები, ეს არის საქართველო. როდესაც უღალატებს შენ სამშობლოს,
იქ ახლა უკვე ერთმანეთის ღალატი თუ ერთმანეთთან ჭუბი და დავიდარება ეს არის მე-17 ხარისხოვანი. თავი პრობლემა ამ ნაცმოძრაობის ალიანსს აქვს ის, რომ ისინი ღალატობენ საკუთარ ქვეყანას. და თავ თვითონ რას ვიყობენ? ქვეყანას თქვენ ამით რომ ღალატობენ, მაგრამ თავად ასე არ ფიქრობენ, მაგრამ აი თვითონ რა დღეს ერთადერთი მე მგონი მარტივად ჩანს ეს ყველაფერი. ისინი არ იბრძვიან ქართველი ხალხის სიმპათიის და ხმების მოსაპოვებლად, ისინი იბრძვიან უცხოელების სიმპათიის, ხმების და ფულის მოსაპოვებლად. ეს ქვეყანა პატარა არის და ყველა არც ერთი ამბავი არ იმალება. ძალიან კარგად ვიცით სხვადასხვა შეხვედრებზე, საელჩოებში და უცხოელებთან შეხვედრაზე, როგორ იხვეწებიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ მიიღონ სხვადასხვა დაფინანსება სხვადასხვა ქვეყნიდან. ასე რომ ეს არის ბრძოლა უცხოური დაფინანსებისთვის, მათ პირდაპირ ლანგრით სთავაზობენ საქართველოს და ესეც ვიცით რა პირობებს აძლევენ, რომ თუ მოვლენ ხელისუფლებაში, რას დაუთმობენ რომელ ქვეყანას და რომელ ჯგუფს. ასე რომ ესე ჩვეულებრივად ქვეყნის გაყიდვა პირდაპირ ეთერში, რასაც ჩვენ ვაკვირდებით. ყოველ ამ ქვეყნის დროშის აფრიალებას თავისი ფასი აქვს. ანაზღაურება, ყოველი უცხოელი პოლიტიკოსის ბანერის დაჭერებას თავის ანაზღაურებას იღებენ ამაში და ყოველი ქვეყნის სხვა უცხო ქვეყნის დიდებაში და მის ხელისუფლების დიდებაში იღებენ თავის ანაზღაურებას. ასე ეს არის ბრძოლა უცხოური ფულისთვის და ამიტომაც თავის მხრივ ვინაიდან პრობლემები არის ახლა შექმნილი იმ უცხო ქვეყნებისთვის, რომელსაც საქართველოში შეჩვეული იყვნენ საქართველოში ფარულად ხარჯავდნენ ფულს პოლიტიკაში, დღეს ეს შესაძლებლობები შეზღუდული აქვს, როგორც საკანონმდებლო, ისე მათ შორის უსაფრთხოების სამსახურის მოქმედების შედეგად, ამიტომაც არის, ასე ვთქვათ, გაერთიანებული ფრონტი საქართველოს წინააღმდეგ ერთის მხრივ ევროკავშირის მხრიდან მუქარა, რომ ეს კანონები შეიცვალონ, რაც შეიცვალოს, რათა მათ კონდეთ შესაძლებლობა კვლავ ფარულად დაფინანსონ პოლიტიკა და მეორე მხრივ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებს. სხვა შორის ერთ რამეს გავამახვილებ ყურადღებას, მე მგონი ყურადღება არ მიგიქცევიათ. ბოლო პერიოდში თქვენ ნახეთ დაკავებები კონტრაზერვის საქმიანობის შედეგად უცხო ქვეყნის სასარგებლოდ მომუშავე ადამიანების, მათ შორის ითქვა, რომ იყო ევროპული ქვეყანაც და თქვენ ნახეთ, რომ ამ ადამიანებს სქემა, რომელთაც მუშაობდნენ მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით. და ნახეთ, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ქონდათ რეგისტრირებული ამ ადამიანებს. ჩვენ გადავამოწმეთ და ამ ორგანიზაციიდან არც ერთი ამ NGO-დან, აი ბოლო დაკავებები იყო, ქონდათ მათ კონკრეტული NGO-ები და ამ NGO-ებიდან, რაც ნახეთ, არც რამდენადაც ვიცი, არც ერთი არ არის რეგისტრირებული გამჭვირვალობის რეესტრში და თავის თანხებს არ ასაჯერებდა. სწორედ ამაზე ვსაუბრობდით ჩვენ, რომ NGO სისტემა მათ შორის გამოიყენება საქართველოს წინააღმდეგ პირდაპირ მტრული საქმიანობისთვის და ეს დაფინანსების სქემები. ასე რომ ესეც კარგი მაგალითია, რომ კონკრეტული ადამიანები ის ბრალდებული არიან საქართველოს წინააღმდეგ ჯაშუშობაში, იყენებდნენ NGO-ებს, რამდენიმე NGO ქონდათ რეგისტრირებული NGO-ებს იმისთვის, რომ დაფინანსების ლეგალიზება მოეხდინათ, ასე ვთქვათ, ვითომ იყო ამა თუ იმ პროექტის დაფინანსება და სინამდვილეში ეს იყო საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობის დაფინანსება. და ის რომ ამ NGO-ებიდან არც ერთი არ არის რეგისტრირებული, არც ფარაში, არც გამჭვირვალობის რეესტრში, აჩვენებს კიდევაც რა ტიპის NGO-ები არიან წინააღმდეგი გამჭვირვალობის. სწორედ აი აქ ჯაშუშური NGO-ები პირდაპირ მალავდნენ ისინი იყვნენ, ვინც უარს ამბობდნენ რეგისტრაციაზე, ფარაში და გამჭვირვალობის რეესტრში და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რამდენად სწორი იყო გადაწყვეტილება, რომ მოხდარიყო NGO სექტორის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. ბრალდება რასაც ვთქვით, რომ NGO სექტორში მიდიოდა დაფინანსება იმისთვის, რომ ქვეყნის წინააღმდეგ ემოქმედოს. გასპატოს არ არის დიდ ფაქტია, მაგრამ ეს ბრალდება უფრო მძიმეა. ეს ბრალდება არის ფაქტია. ერთი არის რომ აი ეს ბოლო უკვე ასე ვთქვათ ოფიციალური ბრალი არის დაზვერვით ჯაშუშური საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება NGO-ების ხელმძღვანელებს და გამოყენებული იყო მათ შორის NGO-ების სწორედ ამ ჯაშუშური საქმიანობისთვის, ეს ერთი და რაც ამ სისხლის სამართლის საქმით დასტურდება, თუმცა საჯაროდ რა არ ვიცით, რომ ევროკავშირი აფინანსებდა მაგალითად დროას, მის პოლიტიკურ საქმიანობას, რომ ევროკავშირი აფინანსებდა ვებგვერდს მონაჯის შექმნას. ამ ფაშისტური გვერდი შეიქმნა ევროკავშირის მოქალაქეების ფულით.
ევროკავშირი, რომელიც ფაშიზმის დავარცხების და ნაციზმის დავარცხების ნანგრევებზე, ასე ვთქვათ, ნაციზმის ნანგრევებზე წარმოიშვა როგორც მშვიდობის პროექტი, აღმოჩნდა, რომ მისი ფული საქართველოში იხარჯებოდა ფაშისტური ვებგვერდის შესაქმნელად და მის გასავრცელებლად. ასე რომ ეს არ არის და მათ შორის ხედავდით, რომ ძალადობა ფინანსდებოდა ევროპული ბიუჯეტით და ასე შემდეგ. და ავიცი ეს თუ არ არის მტრული საქმიანობა საქართველოს წინააღმდეგ, რომ მოლოტოვის კოქტეილის კამპანია აფინანსო, ფაშისტური ვებგვერდები აფინანსო, ავიცი, მაშინ ახლა ვიღაცას ტრობა და მოყრობა ვერ გაურჩევია ერთმანეთისგან. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოამზადა მორიგი მასშტაბური საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, საქმე ეხება მიგრაციის პროცესების მართვის ეფექტიანი მექანიზმის გაუმჯობესებას. საუბარი შეეხება მათ შორის სტუდენტებთან, უცხოელ სტუდენტებს, რომლებსაც აქამდე არ ჰქონდათ ვალდებულება ქართული ენის შესწავლის სერტიფიკატის. ჩვენ ამ მიმართულებით ნახეთ არაერთი გადადგმული ნაბიჯი მიგრაციის, უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის, რაზე მიუთითებს ეს ცვლილებები. უპირველეს ყოვლისა, მიგრაციის მართვა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა დღევანდელ სამყაროში. ჩვენ ნახეთ, სადამდე მიყავს მდგომარეობა მიშვებულ, როდესაც მიგრაციის პროცესი არის მიშვებული და ეს ნახეთ ჩვენ ევროკავშირის მაგალითზე, თუ რა პრობლემების გამოწვევების რისკების წინაშე დადგა მთლიანად ევროკავშირი, იმიტომ რომ ბრიუსელმა, ასე ვთქვათ, ბრიუსელი თავქარიანად მოიქცა მიგრაციის პროცესების მართვის მნიშვნელობას. და ეხლა ცდილობენ ამის გამოსწორებას სხვადასხვა ქვეყნების დონეზე თუ თავად ევროკავშირის დონეზე, საუბარია გამკაცრებაზე. რა თქმა უნდა, ამის ფონზე, როდესაც ევროკავშირში მიგრაციის მიმართ დამოკიდებულება შევა გამკაცდეს, თავის მხრივ არის მოსალოდნელი, რომ შეიძლება გარკვეულმა ნაკადებმა საქართველოსკენ გადმოინაცვლოს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთის მხრივ არსებული გამოწვევები აღმოფხვრათ კანონმდებლობით და მეორე მხრივ მომზადებული შევხვდეთ საკანონმდებლო ჩარჩოს კუთხით შესაძლო სხვადასხვა მიგრაციულ პროცესებს. ამიტომ ეს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის ჩვენი ხელისუფლების. მინდა გითხრათ, ბოლო შეკითხვა სამართლისა და პოლიტიკის ძლიერის წინასწარ საქართველოს ხელისუფლება გლობალურად 26 ადგილს იკავებს და ევროპის საუკეთესო 20-ში კვლევას აქვეყნებს ჩენდლერის ინსტიტუტი. რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი აღიარება ესეთი ავტორიტეტი? მნიშვნელოვანია, იმიტომ ყოველ ჯერზე ხდება მხილება იმ ელჩების და იმ უცხოური ქვეყნების ხელისუფლებების, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციას აწარმოებენ. ასე რომ ეს პირდაპირ მხილება არის ბრიუსელის და სხვადასხვა დედაქალაქის დეზინფორმაციის და საქართველოს წინააღმდეგ, როდესაც საქმე მიდგება ობიექტურ ფაქტებზე დაფუძნებულ შეფასებაზე. ეს უტყუარი ფაქტია, რომ საქართველოს არა მხოლოდ კარგ ფორმაში ამ მხრივ, არამედ უსწრებს ყველა კანდიდატ ქვეყანას უმეტეს კრიტერიუმებით აღარაფერი რო ვთქვათ უკრაინა და მოლდოვასთან საქართველოს შედარებაზე. ასე რომ ეს არის ფაქტი. რასაც ჩვენ დღეს ბრიუსელი და რამდენიმე ევროპული დედაქალაქი გვასაღებს, ეს არის მათი პოლიტიკური დღესდღეობის გატარების სურვილი, ეს არის დეზინფორმაცია, რომელიც პირდაპირ იხარშება ბრიუსელში და შემდეგ გადმოედინება პროპაგანდისტული ნიაღვარით საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში, მათ შორის საქართველოს დისკრედიტაციისთვის გამოიყენება სხვადასხვა ქვეყანაში. ერთ საკისპარე ვიტყვი აქვე თავიდან მიდოდა მეთქვა ინფორმაციის სახით დღეს აკრედიტაციის ბრძანებაში, როგორც იცით თავის დროზე ევროპარლამენტის მიერ მიღებული გარკვეული გადაწყვეტილებების დროს მე თქვი კიდევაც, რომ ჩვენ შევისწავლედით ევროპარლამენტში არსებულ აკრედიტაციის სისტემას და იყო რაღაც გარკვეული საკითხები, რომელიც საინტერესო იყო, რომ გადმოგვიყო საქართველოს პარლამენტში და ამ ხრით დაგვეახლოვებინა საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემა ევროპულ სისტემასთან. ასე რომ დღეს აკრედიტაციის სისტემაში შევა გარკვეული ცვლილებები ჩემს ბრძანებაში, მათ შორის ისევე როგორც ევროპარლამენტში, ისიც რომ დღეს საქართველოს პარლამენტში აკრედიტაციის წესების დარღვევის დროს არის პირველ ჯერზე 1 თვე აკრედიტაციის შეჩერება, განმეორებით შემთხვევაში არის 6 თვე აკრედიტაციის შეჩერება. ნახეთ, რომ ევროპარლამენტში 1 წლიანი შეჩერებაც არსებობს, ამიტომ დავაახლოებთ ჩვენ საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემას ევროპულ სისტემასთან, ევროპარლამენტის სისტემასთან და პირველ ჯერზე იქნება 1 თვე, მეორე ჯერზე იქნება 1 წლამდე
აკრედიტაციის შეჩერების შესაძლებლობა. ეს ერთი. მეორე, იცით რომ საქართველოს პარლამენტში აკრედიტაციის წესების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ ჟურნალისტის წინააღმდეგ გამოიყენებოდა სანქცია 1 თვე ან 6 თვე და ნახეთ ჩვენ რომ ევროპარლამენტში არა მხოლოდ ჟურნალისტის, არამედ მედიის მიმართაც შესაძლებელია სანქციის გამოყენება, ამიტომ ჩვენ დავაახლოვებთ საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემას ევროპულ სისტემასთან და აქაც დარღვევის სიმძიმის და სიხშირის გათვალისწინებით შესაძლებელი იქნება რომ გააუქმდეს მთლიანად მედიას აკრედიტაცია 1 წლამდე ვადით და გარკვეული ტექნიკური ცვლილებები, თუმცა არსებითად ეს ორი საკითხი არის, რომელიც ჩვენ ნახეთ ევროპარლამენტის გამოცდილებით და რა თქმა უნდა გვაქვს სურვილი რომ გადმოვიღოთ ეს გამოცდილება და ამ მხრივ საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემა ერთის ხვით დაახლოვდება, მაგრამ ამავე დროს მაინც უფრო დახვეწილი იქნება კიდე ვიდრე ეს ევროპარლამენტის აკრედიტაციის სისტემა. ამ შემთხვევაში არ არის სწორი პრაქტიკის გაგრძელება. ქართულ რეალობაში როგორ იმუშავებს დეპუტატის თვითმფრინავად კითხები, როგორც რასაიმუშავო ჩამოყალიბებას, უხა კომფორტის ზონაში შეიქმნის და მოიშველებს უსქავს რეგულაციებს. არცად არის პროფესიული დაცული. თუ ჟურნალისტი გადის ეთიკა, მაშინ სწორია რეგულაცია მუშაობს, მაგრამ თუ არ გადის კითხვას და პასუხის გაცემა პოლიტიკოს, მაშინ ამიტომ აქვე ვიტყვი მესამე საკითხი, რაც ჩვენ ვიხილეთ ევროპარლამენტის ბოლო ინციდენტის დროს იყო რომ მითითება ჰქონდათ რომ წინასწარი თანხმობა არ ქონდა აღებული ჟურნალისტ თითქოს ინტერვიუსთვის და ერთ-ერთი საფუძვლად ეს იყო ჩვენ წინასწარი თანხმობის ასე ვთქვათ საჭიროება არ გვაქვს დღემდე და ამ მხრივ ამას არ გადმოვიღებთ ევროპარლამენტისგან რომ იყოს საჭირო წინასწარი თანხმობა პარლამენტის წევრისგან რომ მასთან დაიწყოს ინტერვიუ ასე რომ ამ მხრივ ამ ასე ვთქვათ მკაცრ მიდგომას ევროპარლამენტისა ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემაში არ გადმოვიღებთ. სხვა მხრივ მე მგონი თავად სტატისტიკა აკრედიტაციის შეჩერებისა აჩვენებს იმას, რომ 0.07% იყო შემოსვლებიდან, როდესაც ხდებოდა დარღვევა, ეს თავად აჩვენებს, რომ 99.93% შემთხვევაში ჟურნალისტები მოქმედებენ აკრედიტაციის წესების შესაბამისად, ასე რომ აქ პასუხი არის თავად აკრედიტაციის წესებში, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ ჟურნალისტმა საკუთარი ჟურნალისტური საქმიანობა განახორციელოს ამ წესების შესაბამისად, ასე რომ ისე როგორც 99-93 მე ასეთ შემთხვევაში ხდება, ასე მოუწოდებ ყველა ჟურნალისტს რომ გააგრძელოს. აფაშინიათან დაკავშირებით მინდა გითხრათ საპარლამენტო ამ საკითხებში როგორ ახსენებთ თქვენ და საქართველოს საკითხებზე შედეგებზეც რომ გითხრათ. რა თქმა უნდა, ჩვენ წარმატებას უსურვებთ ნიკოლ ფაშინიანს და მის პარტიას, პრემიერ-მინისტრმა ჯერ კიდევ გუშინ მიულოცა მას წარმატებული არჩევნები. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ის ახალი დინამიკა, რომელიც არსებობს რეგიონში, აზერბაიჯანს და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებისკენ მიმავალი გზა, გახსნილი საზღვრები, სომხეთს და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე დიალოგი, ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობა, სტაბილობა, რომელსაც მარტო საქართველოს ვერ უზრუნველყოფს, მნიშვნელოვანი არის, რომ მთლიანად რეგიონში ყველა იყოს მოწადინებული და ნიკოლ ფაშინიანის დაპირება სწორედ ეს იყო მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფა სომხეთისთვის, რაც საბოლოო ჯამში ნიშნავს მშვიდობას, სტაბილურობას მთლიანად რეგიონისთვის და ეს თავის მხრივ წაადგება ამ რეგიონის თითოეული ქვეყნის სახელმწიფოს და ერის კეთილდღეობას. რამდენიმე კითხვას დაგისვამთ. უპირველეს ყოვლისა, ბოლო პერიოდში პარლამენტში ძირითად შემთხვევაში რაც ხდება, ეს ძველი წესების მიხედვით ხდებოდა და სანქცია მაგრამ პარლამენტში მხოლოდ ქართული ოცნება ხართ და ერთი ოპოზიციური პარტია და ეხლა უკვე როგორც ჩანს რამდენიმე ჟურნალისტის დისკომფორტს გიქმნით და მთლიანად მარტო გინდათ ქართულ ოცნებას რომ იყოთ. რამ შეგიქმნათ დისკომფორტი? პირველ რიგში შეგიქმნათ მაგალითად დისკომფორტი, იმიტომ რომ
მხოლოდ ტელეპირონიდან ის აქტიურად და ხშირად პარლამენტში ფორმულა ფინანსური რესურსების გამო ხშირად ვერც კი მოდის პარლამენტში, როგორც ვიცით, მედია ორგანიზაციებს და ინტერნეტ საიტების წარმომადგენლებს რამდენიც იმეს შეუჩერეთ კიდეც აკრედიტაციები, იმიტომ რომ დიდი ხანი არ იყვნენ პარლამენტში მოსულიყო და ტელეპირონი გიქმნით პრობლემას და მთლიანად ჩაკეტილი ვინტერგამ შენობაში რო იყოთ და დღესაც და აღარავის შემოვიდა ეს პარლამენტი ასე მუშაობდა წლების განმავლობაში, რომ იქ ტელევიზიებს ჰქონდათ შემოსვლის საშუალება და მუშაობა. პარლამენტი დღეს დაკომპლექტებულია 4 პარტიის მიერ, 1 უმრავლესობის პარტია და 3 ოპოზიციური პარტიის მიერ. რაც შეეხება მედიას და პარლამენტის წევრებს ერთმანეთში ნუაურებთ, მაინც სხვადასხვა ფუნქცია მნიშვნელობა აქვს და არანაირ კავშირში კი ბატონო მოგულეთ საერთოდ არავინ არ არის პრობლემა, მე მგონი, რასაც კი თუ კი კიდევ ერთხელ შემიძლია მეორეს თუ კი რამეს აჩვენებს საქართველოს ხელისუფლება, მას არანაირი დისკომფორტი არ აქვს არც ერთ მედიასთან ურთიერთობის. იმიტომ რომ უნდა დამოწადოთ პასუხი და გაიგებთ. არანაირი დისკომფორტი არ აქვს მედიასთან ურთიერთობით, იქნება ეს პრემიერ-მინისტრი, მე, იქნება ეს პარლამენტის წევრები, მთავრობის წევრები, ხედავთ თქვენ რომ არ არსებობს ქვეყანა სახელმწიფო დედამიწის ზურგზე, სადაც უმაღლესი თანამდებობის პირები ასე ინტენსიურად პირებს ჰქონდეთ ასეთი ინტენსიური კომუნიკაცია ჟურნალისტებთან ფაქტობრივად ჰარდ-თოკის რეჟიმში. Ოდესაც ეგრეთ წოდებული კომენტარზე ვდგებით ხოლმე, როგორც ეს ტერმინი არის დამკვიდრებული, იქნება ეს პრემიერ-მინისტრი თუ სხვა უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობის მქონე პირები, ყველა ჟურნალისტი არის იქ, ნებისმიერი კითხვა ისმება, რა თემასაც არ უნდა შეეხებოდეს, რა სექტორსაც არ უნდა შეეხებოდეს, უკვე თუ ეს არ არის გერმანიის კანცლერის ვალდებულება და საფრანგეთის პრეზიდენტის ვალდებულება და არ ვიცი სხვა ქვეყნების ხელმძღვანელების ვალდებულება, რომ კვირაში ერთხელ მაინც ასეთი ჰარდ-თოკი ჰქონდეთ ყველა ჟურნალისტთან, რატო არის ეს საქართველოს ხელისუფლების ვალდებულება? არა, ვალდებულება არ არის. ეს არის უბრალოდ სტანდარტი, რომელიც ჩვენ დავამკვიდრეთ, რომ არ გაურბივართ არც ერთ შეკითხვას არავის მხრიდან. ამ სტანდარტს ჩვენ მივყვებით და ჟურნალისტებს აქვთ კვირაში რამდენჯერმე შესაძლებლობა, რომ უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობის პირებთან ჰქონდეთ ეს. რაც შეეხება პარლამენტში მუშაობას, ამას აქვს თავისი წესები, აკრედიტაციის წესები, რომელიც სხვათა შორის დღეს კრიტიკის ქვეშ იყო დიდი ხნის განმავლობაში და შეიძლება აღმოვაჩინეთ, რომ თურმე ევროკავშირის პარლამენტში კიდევ უფრო კაცრი წესები არსებობს და სტანდარტები ჟურნალისტურ საქმიანობასთან დაკავშირებით. ასე რომ ჩვენ მაშინაც ვთქვით კიდევაც, რომ გავეცნობოდეთ ევროპარლამენტის პრაქტიკას და ის რაც შეიძლება საინტერესო ყოფილიყო საქართველოს პარლამენტისთვის, ამას დავამკვიდრებით. კიდევ ერთხელ ამ მხრივ კრიტერიუმები, წესები, ასე ვთქვათ, იგივე რჩება. სხვაობა არის ის, რომ თუ კი იყო 6 თვე ფიქსირებული, სხვათა შორის მეორე ჯერზე, ახლა იქნება 1 წლამდე, რომელიც შეიძლება 6 თვეზე ნაკლები იყოს და 6 თვეზე მეტიც იყოს. და მეორე, რომ ჟურნალისტთან ერთად პასუხისმგებლობას ატარებს მისი მედიაც. მაგალითად, მე დავსანქცირდი და მედიას ერთი ჟურნალისტი დასანქცირდა მაგალითად და მედიას როგორ ეხება ეს? ანუ მე თუ დავსანქცირდი, ავტომატურად მედიის დასანქცირებაც მოხდება. არა, ავტომატურად არ იქნება, ავტომატურად არ არის დარღვევის სიმძიმის და სიხშირისგან გამომდინარე, თუ რამდენად მძიმე იყო დარღვევა და რამდენად ხშირად დაარღვია ამათი რა იგულისხმებს სიმძიმეში, მაგალითად 2-ზე მეტ კითხვას თუ დაუსვამთან, რა ვიცი, ტონი იგულისხმება სიმძიმეში, ესოში ჩაწერე. მაგალითად, უყურეთ, კითხვის დასმა დარღვევა არ არის, ტონი დარღვევა არ არის, ტონი ზოგადად არის, მაგრამ რა თქმა უნდა შეურაცხყოფა დარღვევა იქნება, მაგრამ დარღვევები არის მაგალითად ნებართვის გარეშე პარლამენტის წევრის სამუშაო ოთახში შესვლა და გადაღება მაგალითად. ანუ ხო თახვდებით ეს დარღვევა და არ უნდა მოხდეს, ხო? აბა მაშინ რაღაცია პრობლემა. აკრედიტაციის წესი დადგენილი არის პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით და ამ ბრძანებაში შევა ცვლილებები, გამზადებულია უკვე პროექტი და ფიქრობ დღეს უკვე საბოლოო ვერსიას დავასრულებთ და დღესვე შეძლებ ამ ბრძანების პროექტში ცვლილებების შეტანა. მაშინ ერთი გავიგეთ, რომ კაბინეტში თუ შეხვალ და დეპუტატს ესე კაბინეტში შეხვალ კაბინეტსაც თქვენ ამბობთ
ეს არის დარღვევა, კიდევ რა შემთხვევაში შეიძლება მედიასაც დაიგისროს აკრედიტაცია. თქვენ მიმდინარე წელს გაქვთ წლიური აკრედიტაცია საპარლამენტო ჟურნალისტის და ამ აკრედიტაციას როცა თქვენმა მედია მოგმართა, იქ ბოლოში არის ხელწერილი, სადაც მედიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ჟურნალისტები გაეცნენ პარლამენტის საქმიანობის წესებს და მოქმედა ამ წესებს, ამიტომ მე გულისხმობ, რომ თქვენ ეს წესები უნდა იცოდეთ. თქვენმა მედია არაფერი არ შეცდო. არაფერი ხო, რაც დარღვევები იყო, ამ დარღვევების სიმძიმის და სიხშირის მიხედვით, არა, კითხვის დასმის გამო არასდროს არ ხდება. აგიხსენით, ანუ იმის და მიხედვით ჟურნალისტის დარღვევა იგი რამდენად მძიმეა და რამდენად ხშირი შეიძლება იყოს. რა უნდა გავაკეთო, რომ ჩემი ტელევიზია დაუშვათ არ დასაკუთრდეს. თქვენ უნდა მოიქცეთ ისე, როგორც არის ჟურნალისტის ეთიკა. სინამდვილეში ყველაზე სწორი პასუხი თქვენ თვითონ გაქვთ. ამას არ ჭირდება, არ უნდა სჭირდებოდეს არც წესების დადგენა, იმიტომ ეს ყველაზე კარგად თავად ადამიანმა იცის და თავად ჟურნალისტმა იცის, რას ნიშნავს ეთიკური ჟურნალისტიკა. ასე რომ გაიხსენეთ ის ლექციები, რომელიც თქვენ გავლილი გაქვთ ეთიკურ ჟურნალისტიკასთან დაკავშირებით და იქვე გექნებათ ყველა პასუხი და იქ რა პასუხსაც ვერ მოძებნით, შეგიძლია ნახოთ აკრედიტაციის წესი. რა შემთხვევაში რო ხდება მედიის ერთი დარღვევა, ზუსტად ისე, როგორც ევროპარლამენტში. ამჟამად საფრთხეზე დაგმოვიდით პარლამენტში ვიც მედიას და აქტიურად საჯაროებას გამოხატავს და თანამდებობასაც გამოხატავს ეს უდავოდ თქვენი ძლიერი მხარე, მაგრამ არიან დეპუტატები, მათ შორის ოპოზიციაშიც, რომელთაც არ უნდა კითხვაზე პასუხების გაცემა. მე აი თქვენი სურვილი მესმის, რომ იყოს წესრიგი და მართლაც ეთიკური ჟურნალისტიკა უნდა ვაკეთოთ ყველა. ამაზე არ ვიყავ, მაგრამ როცა კომფორტის ზონიდან გამოსვლა არ უნდა პირებს, რომლებიც არიან ამათურ თემაზე პასუხისმგებლები. აი აქ როგორ უნდა იხელოს? მარტივად, არავის, უყურეთ, მარტივად. პირველი, არავის არ აქვს ვალდებულება რაიმე კითხვის პასუხი გასცემა. არ არსებობს ასეთი ვალდებულება. ეს არის კარგი წესი და სტანდარტი, რომ პოლიტიკოსი მზად იყოს ჟურნალისტის მათ შორის კითხვებს გასცეს პასუხი. არანაირი ვალდებულება ასეთი არ არსებობს. ეს ერთი. მეორე, თუ კი თქვენ გინდათ, რომ მაინც ასე ვთქვათ, პოლიტიკოსისგან მიიღოთ რაღაც კითხვებზე პასუხი, მათ შორის ასე ვთქვათ, დაჟინებით კითხვების დასმით, ამისთვის არსებობს საჯარო სივრცე, რომელშიც თქვენ გაქვთ თავისუფალი თქვენი შეხედულებისამებრ მოქმედების შესაძლებლობა. რაც შეეხება ადმინისტრაციულ დაწესებულებებს, პარლამენტის შენობებს, აქ მოქმედებს წესი ჟურნალისტური ქცევისა. ამიტომ ეს წესი ამ წესს ადგენს თითოეული პარლამენტი. ჩვენ ვნახეთ, რომ აღმოჩნდა თურმე, რომ საქართველოს პარლამენტს კიდევ უფრო ლოიალური წესები აქვს ვიდრე ევროპარლამენტს. ახლა ძირითად ნაწილში დავაახლოვებთ ევროპარლამენტის წესებთან, თუმცა იმდენად მკაცრი არ იქნება, რომ წინასწარი თანხმობა იყოს საჭირო პარლამენტის წევრისგან, რაც ვნახეთ ევროპარლამენტის შემთხვევაში გამოყენებულ სანქციაში, რომ ეს იყო მითითებული, რომ წინასწარი თანხმობის გარეშე დაიწყო ინტერვიუ. ჩვენ ამას არ დავაწესებთ. სხვა მხრივ კიდევ ერთხელ არსებობს წესები საქართველოს პარლამენტის შენობა არ არის საჯარო სივრცე, ეს არის ადმინისტრაციული შენობა, სადაც შემოსვლაც რეგულირდება, აკრედიტაცია იქნება ეს თუ საშვი იქნება და ასევე საქმიანობაც რეგულირდება. რამდენიმე კითხვას გაგისვამთ. ბრიუსელში შედგება დიალოგი ევროკომისიასა და ქართულ ოცნებას შორის ვიზუმის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაინტერესებს, ვინ იქნება წარმომადგენელი ქართული ოცნების მხრიდან და ქართულ არა მზად ვიზო რეჟიმის შეჩერებაზე პასუხისმგებლობა აიღო ქართულმა ოცნებამ, ვინ იქნება წარმოდგენილი და რის საქმელად ჩადით ბრიუსელში. ქართული ოცნება როგორც პარტია წარმოდგენილი არ იქნება, დელეგაცია დაკომპლექტდა საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელსაც ხელმძღვანელობს დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დირექტორატის სახელმწიფო ხელმძღვანელი და შედიან მათ შორის სხვა უწყების წარმომადგენლები. კიდევ ერთხელ ეს არის ტექნიკური ხასიათის შეხვედრა, ეს არ არის პოლიტიკური განხილვები და თქვენი ტელევიზიისთვისაც კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, რომ ვიზა ლიბერალიზაციას ჰქონდა და აქვს კონკრეტული წინაპირობები, რომელსაც საქართველოს ყოველთვის აკმაყოფილებდა და აკმაყოფილებს. სამწუხაროდ ბოლო პერიოდში ჩვენ ვხედავთ, რომ გამოიგონეს პოლიტიკური წინაპირობები, როგორც არის მაგალითად ის, რომ საქართველოს რა კანონები მიიღოს და რა კანონები არ მიიღოს და რა კავშირშია ეს ვიზა ლიბერალიზაციასთან, ამას ვერავინ ვერ ხსნის, რატომ რომ მაგალითად საქართველოს უნდა დაუშვას ევროკავშირის ფარული დაფინანსება საქართველოში,
ეს არ ვიცი რა წესი არის, რომ ჩვენ გთხოვენ, რომ ჩვენი ასე ვთქვათ, იმ მარწყვისთვის, რასაც ქვია ვიზა ლიბერალიზაცია, უნდა შევიზღუდოთ ჩვენი სუვერენიტეტი და დაუშვათ, რომ ბრიუსელმა აქ ფარულად აფინანსოს რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები. და კიდე ერთხელ, სუვერენიტეტი მარწყვზე არ იცვლება. ვინ გთხოვათ, რომ მარწყვზე გაცვალეთ სუვერენიტეტი, ბატონო შალვა? როდესაც გეუბნებიან, რომ შენ არ უნდა გქონდეს პრეტენზია, რომ მოსთხოვო ბრიუსელს გაასაჯაროო საკუთარი დაფინანსებები, იმისთვის რომ გქონდეს ვიზა ლიბერალიზაცია, ეს არის სწორედ მარწყვის სანაცვლოდ სუვერენიტეტის დათმობა. და რუსეთს რომ 70%-ით ეკონომიკურად დამოკიდებული ხდებით რუსეთზე და ლავროვი იყო ზუსტად რამდენიმე დღის წინ ამბობდა, რომ ევროკავშირის წევრები თუ გახდებით, საერთოდ თქვენი ქვეყნის ეკონომიკა ჩამოიქცევაო, ანუ ეს დამოკიდებულება თქვენ ევროკავშირს რუსეთს ადარებთ? არა, რუსეთს კი არ ვადარებ, ბატონო. ეგრე გამოვიდა, რომ ევროკავშირს ადარებთ რუსეთს. ანუ ევროკავშირი ისე უნდა მოიქცეს როგორც რუსეთი, ეს გამართლებულია? მე გეუბნებით, რომ რატო ხდით ქვეყანას დამოკიდებულს რუსეთს ეკონომიკურად, როცა ევროკავშირის მხრიდან არავინ არ გთავაზობთ, რომ მარწყვის გამო სუვერენიტეტი არავის და დამოკიდებულს სხვა შუეს არ ვარ, რუსეთთან ვაჭრობა თუ არ ვწდები 12%-ია სადღაც, ასე რომ არავის ჩვენი ეკონომიკის სიძლიერეც ის არის, რომ დივერსიფიცირებულია ჩვენი ეკონომიკა, ამიტომაც გაუძლო იმ საგარეო კრიზისებს და შოკებს, რომელიც არსებობდა რეგიონში. წარმოიდგინეთ თქვენ, რომ ჩვენს გარშემო რამდენიმე ომი მიმდინარეობდა და საქართველოს ეკონომიკურად იზრდებოდა და არ ზიანდებოდა. სწორედ იმიტომ რომ არა, როგორ 12% არის სადღაც თუ არ ვაჭრობა ნაწილი რუსეთის საქართველოსთან. ასე რომ პირიქით მთელი გონიერება საქართველოს ხელისუფლების მოქმედებისა არის ის, რომ დივერსიფიცირებული კონდეს ჩვენი ეკონომიკა, იმისთვის რომ აი ამ შეშლილ სამყაროში, როდესაც რომელი მომენტიდან ხდებიან მტრები და რომელი მომენტიდან ხდებიან მოყვრები, ეს ვერ გაგვიგია. ჩვენი ომის შემდეგ ევროკავშირმა რუსეთთან გააღრმავა ეკონომიკური ურთიერთობების და პოლიტიკური ურთიერთობების, Nord Stream-ის მშენებლობა დაიწყო გერმანიამ, ჩვენი ომის შემდეგ, აი ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია რომ მოხდა, გერმანიამ დაიწყო რუსეთთან Nord Stream-ის მშენებლობა. ყველა კარგად ჩაეხუტა რუსეთს ჩვენი ომის შემდეგ და იყვნენ კარგი მოყვრები, შემდეგ რაღაც მომენტში აღმოჩნდა, რომ აღმოჩნდა მტრები. და ჩვენგან მოლოდინია, რომ ჩვენ მოყვრები და მტრები და ჩვენი საგარეო პოლიტიკა უნდა ავაწყოთ, რომელ ხასიათზე გაიღვიძებს ხვალ ბრიუსელი თუ სხვა ბიუროკრატი, იქნება ეს რუსეთი თუ სხვა ნებისმიერი ქვეყანა. ეს არის მათ შორის ვიზა ლიბერალიზაციაზე ერთ-ერთი მოთხოვნები რა აქვს? მოთხოვნები რაზე თქვენ ფიქრობთ, რომ სუვერენიტეტი მარწყვზე უნდა გაიცვალოს? თქვენი აზრით სუვერენიტეტი მარწყვზე უნდა გაიცვალოს? ხო და აბა რა გინდათ? ძალაუფლებაზეც არ უნდა გაიცვალოს, ბატონო შალვა. სუვერენიტეტი თავად ძალაუფლებას ნიშნავს თქვენ ქვეყანაში. გავაგზავნებ თუ რა ვიცი რა გიქხეთ. კი ბატონო. სომხეთთან დაკავშირებით გითხოთ თუ შეიძლება. მოკლედ ნიკოლ ფაშინიანსაც ჰქონდა მშვიდობის პოლიტიკა და იქ ხალხი ამბობდა, რომ ჩვენ ვირჩევთ მშვიდობას და ვაძლევთ მას მშვიდობას და ნიკოლ ფაშინიანის მშვიდობის პოლიტიკამ გაიმარჯვა, მაგრამ ნიკოლ ფაშინიანი მშვიდობას ხედავს ევროკავშირში. და კიდევ ქართული ოცნება ყოველთვის ამბობთ, რომ ევროკავშირის წარმომადგენლებს სურდათ ჩვენს ქვეყანაში მეორე ფუნქციის გახსნა და ევროკავშირი სუვერენიტეტს გვართავს, ხო? და რას ნიშნავს, როცა რეგიონის ორი ქვეყანა მშვიდობას და სუვერენიტეტს სხვადასხვა მიმართულებით ხედავს? თქვენ ვერ ხედავთ ამ მშვიდობას და სუვერენიტეტს ევროკავშირის მხრიდან და ფაშინიანი და სომხეთმა ხალხმა სწორედ ამას ის საქმე. მგონი თავხდებით იმაზე, სომხეთი სხვა სახელმწიფოა, საქართველოს სხვა სახელმწიფოა. სომხეთს აქვს ერთნაირი გამოწვევები გვაქვს რეგიონის ერთი რეგიონის ქვეყნები. ძალიან ცდებით თუ გონიათ, რომ თითქმის ერთნაირი გამოწვევები. უყურეთ სხვადასხვა, უყურეთ ჩვენ ორი სხვადასხვა სახელმწიფო არის, სხვადასხვა წინა ისტორიით, სხვადასხვა გამოწვევებით და ერთიანი ხედვით რაც შეეხება მშვიდობას ჩვენს რეგიონში. ჩვენ მშვიდობას, ხარ ვთქვი მშვიდობას ევროპაში, ჩვენ მშვიდობას ხედავთ საქართველოში. ამიტომ და როდესაც ხედავთ ჩვენ როცა არის რისკი, როცა ხედავთ რომ არის რისკი საქართველოს მშვიდობის შენარჩუნების, ამაზე ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, როდესაც ბრიუსელი გეუბნება რომ დაუწესეს სანქციები რუსეთს, ეს არის საქართველოში მშვიდობის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯები, რომელსაც ჩვენ შევეწინააღმდეგთ და ამის გამო
გვჯიან. მათ შორის ახლა ამ ვიზა ლიბერალიზაციას დააკვირდით ერთი რა საკითხებს ითხოვენ ევროკავშირის სასანქციო პოლიტიკაზე სრულად მიერთებას, ან 4 წელია ამისთვის ვწვალობთ და ამისთვის ვცდილობთ, რომ ჩვენ გავაგებინოთ სამყაროს, რომ საქართველოსთან ისეთი დამოკიდებულება, როგორც ნატოს წევრის ქვეყანასთან შეუძლებელია. თვითონ არიან 7-ად, შეფრინდება ერთი ჩიტი რუსეთიდან და ნატოს მთელი ძალები ხედავთ, რომ ასე ვთქვათ, იმაშობიან, აქტიურდებიან და საქართველოს არ არის ასეთი ქვეყანა და აი ახლა კონკრეტულად ამას ითხოვს ბრიუსელი, რომ შეუერთდეთ სასანქციო პოლიტიკას ერთი, მეორე შევცვალეთ ჩვენ არა გეტყვით აი ეკითხეთ ბრიუსელს რატო არ თხოვს და ზოგადად ის რომ არის ორმაგი მიდგომები რო არის და სამაგი სტანდარტები რო ბრიუსელში ეხლა გაიგეთ ორმაგი სტანდარტით რომ მოქმედებს და ფარისეულად რომ მოქმედებს ბრიუსელი ეხლა გაიგეთ ამიტომ კიდევ ერთხელ რაში გვაკრიტიკებენ იმაში რომ ჩვენ არ მიუერთდით ევროკავშირის სასანქციო პოლიტიკას რუსეთის წინააღმდეგ ან უნდა მიუერთდეთ და დაუწესოთ სანქციები მეორე აკრიტიკებენ ჩვენ სავიზო პოლიტიკას რო გვაქვს უვიზო მიმოსვლა რუსეთთან კარგი რუსეთი გადავდოთ გვერდზე ჩინეთთან ეს არ მოსწონს ევროკავშირს რომ ჩინეთის მოქალაქეებს შეუძლიათ უვიზოთ ჩამოსვლა საქართველოში და ბევრ სხვა ქვეყანასთან ზოგიერთ სხვა ქვეყანასთან ანუ რა ვქნათ ახლა ჩვენ სავიზო რეჟიმი შემოვიღოთ ჩინეთთან ხელი არ შეუწყოთ ჩინეთიდან ტურისტების ჩამოსვლას ბიზნეს ჩამოსვლას და ამ აქტიურობებს იმის გამო რომ ბრიუსელს აქვს რაღაც სხვა წარმოდგენები და სხვა ეს საკითხები რაზეც და მესამე გითხარით კიდევაც რომ ბრიუსელი ითხოვს რომ კონდეს კლავაც როგორც წარსულში შესაძლებლობა რომ გაუმჭვირვალეთ დახარჯოს საქართველოში ფული პოლიტიკაში აი ამას ითხოვე რა შუაში ახლა გამოგებინეთ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან აი ამ ყველაფერთან რა კავშირშია იმასთან რომ ჩვენ ვამბობთ რომ დიახ ბრიუსელს თუ ხარჯავს საქართველოში ფულს ქართულ ხალხს უნდა გააგებინოს რაში ხარჯავს ამ ფულს ამიტომ კიდევ ერთხელ სინამდვილეში ყველა ეს პრეტენზია რაც არსებობს საქართველოს უვიზო პოლიტიკასთან საქართველოს სასანქციო პოლიტიკასთან საქართველოს საკანონმდებლო პოლიტიკასთან ყველა ეს არის შიდა სახელმწიფოებრივი ანუ სუვერენიტეტის საკითხი და ვიზა ლიბერალიზაცია როგორც მარწყვი ისე არის წარმოდგენილი და გვთავაზობენ ჩვენ რომ მარწყვზე გავცვალოთ სუვერენიტეტი სერიოზული მეტოქეები ყავდა ნიკოლ ფაშინიანს და აი ამ სერიოზულ კონკურენციაში გაიმარჯვა დამაჯერებლად. თქვენ კიდევ თქვენი ოპონენტების აკრძალვას ფიქრობთ, ხო? რატომ ხდება ესე, რომ ყველა მნიშვნელოვანი ოპონენტის აკრძალვა და გაუქმება გინდათ და აგერ ხედავთ, რომ სომხეთში ფაშინიანმა თანაბარ პირობებში ბრძოლა და გაიმარჯვა 50-ზე გაცილებით. არა, ყველა არა, უყურეთ, რაც თუ კი ანტიკონსტიტუციური არის პარტია, ის უნდა ანტიკონსტიტუციურად გამოცხადეს. თუ კი დამნაშავე ადამიანი ის უნდა იყოს ციხეში და თქვენ ნახეთ რომ სომხეთში წინასაარჩევნოდ რამდენიმე ათეული პოლიტიკოსი ოპოზიციის წარმომადგენელი რამდენიმე ათეული დააკავეს მე მგონი ნახეთ რომ ევროკავშირი მაინც არ შეწუხებულა ევროკავშირი ამის ანუ კიდევ ერთხელ თუ კი არის სისხლის სამართლის საქმე საწარმოებელი იქ უნდა აწარმოოს სისხლის სამართლის საქმე და შეგახსენებთ რომ ჩვენ ესე იგი თავპირი დაგვამტვრიეს იმის გამო რომ ნიკა მელია აღმოჩნდა სასჯელ ახსულების დაწესებულებაში წინასწარი პარტნიორობის პირობის დარღვევის გამო გულისხმობ 2000 წელი იყო 21 წელი იყო თუ არ ვცდები ხო და ბოლოს ამის გამო მთელი სკანდალები მოაწყეს ადამიანი არ გამოიყვანეს იქიდან ევროკავშირმა გადაუხადა გირაო ევროკავშირმა დღესაც ის ევროკავშირის გირაოთი არის გარს ევროკავშირმა გირაო გადაუხადა რომ გარეთ გამოიყვანა მივიდა სტრასბურგამდე ეს საქმე და რა თქვა სტრასბურგმა რომ მატყუარა იყო ბრიუსელი და მართალი იყო ქართული მართლმსაჯულება ასე რომ კიდევ ერთხელ აკრძალო კი არა სომხეთში დაიჭირეს ადამიანებს თუ ვინმე დასაჭერი არის და დაანაშაულებ ჩადენილი ამას ქვია სამართლის უზენაესობა ჩვენც ამას ვამბობთ რომ სამართლის უზენაესობა თუ კარგი არის ამერიკაში ბერლინში ვაშინგტონში ბერლინში და ერევანში ასეთივე კარგი უნდა იყოს თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლებისთვის ამიტომ თითოეული ამ
სისხლის სამართლის საქმის უკან დგას პროკურატურის ბრალდება და სტრასბურგის პრაქტიკა, რომელიც ადასტურებს ქართული მართლმსაჯულების სისწორეს და პარტიებთან მიმართებით კიდე დგას საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც იქნება ოპონენტების გარეშე წარმოდგენილი. თავარი და მეორე ხარისხოვანი ვინ არის? მითხარით. თავარი ვინ არის მითხარით? მიხეილ სააკაშვილი თუ ვინ? და 2020 თავარ კონკურენციას გიწევდათ ამ ადამიანების აკრძალვას აპირებთ და მათ გარეშე აპირებთ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში შეცვლას. ჩვენ ვაპირებთ 2028 წლის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და ვის სურს მონაწილეობის მიღება სხვა პარტიებიდან ეს მათი გადასაწყვეტია ერთი და მეორე რომ ის პარტია რომელიც ანტიკონსტიტუციურად იქნება ცნობილი საკონსტიტუციო სასამართლოს თქვენ ფიქრობთ რომ ანტიკონსტიტუციურმა პარტიამ უნდა მიიღო მონაწილეობა? ანუ დემოკრატია ასე წარმოგიდგენიათ რომ კონსტიტუციის მტრები უნდა იღებდნენ მონაწილეობას არჩევნებში და ანტიკონსტიტუციური პარტიები იღებდნენ მონაწილეობას არჩევნებში. ეს იგივეა, რაც თქვა, რომ დამნაშავე უნდა იყოს გარეთ და არა პენიტენციურ დაწესებულებაში. ასე რომ ეს მარტივი სამართლებრივი საკითხი არის. ეს თურქეთის აზერბაიჯანის და საქართველოს სადავო საქმეთა მინისტრების პრეზიდენტთან როგორც მიაწერა შეხვედრა ჩატარდება რა მნიშვნელობას აქვს ეს აღნიშნული დოკუმენტი და ასევე რას ელოდებით აღნიშნული შეხვედრის ეს კიდე ერთხელ ხას უსვამს რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობას, სამხრივი ფორმატები, რომელიც არსებობს როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო დონეზეც, ხელს უწყობს რეგიონული ქვეყნების პოლიტიკის დაახლოებას, ერთმანეთთან შეთანხმებას იმ საერთო გამოწვევებით, წინაშე რომელიც რეგიონს აქვს უპირველეს ყოვლისა. ეს არის უსაფრთხოების გამოწვევები, რომელიც რეგიონს აქვს და მეორე ეს არის თქმა უნდა ეკონომიკური თანამშრომლობა ქვეყნებს შორის, რომელმაც წინა წაწიოს ჩვენი ერების ინტერესები. რას ნიშნავს მათი ეს გადაწყვეტილება? თქვენ არ ეკითხავთ რომ ვინც არის რა სახელმწიფო რომ მოვიერთდება მათ მიმართ. უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანი არის რომ 4 ოქტომბრის მოძალადეების ნაწილმა აღიარა დანაშაული და ჩვენ კიდე ერთხელ გვახსენებს ეს იმ საბედისწერო მომენტებს 4 ოქტომბრისა, როდესაც საქართველოს იდგა მშვიდობასა და დაპირისპირებას შორის. ჩვენ პირდაპირ ბრიუსელიდან ხელის წაკვით და წაქეზებით დაგვაყენეს იმ ხაზზე, სადაც საქართველოს 90-იან წლებში უკვე, რომელიც საქართველოს 90-იან წლებში გადაკვეთა. და ჰქონდა შიდა დაპირისპირება და სამოქალაქო ომი. ამისკენ გვითხრებდნენ, როდესაც ამბობდნენ, რომ უნდა მოეწყოთ ნეპალი. ნეპალი სწორედ სამოქალაქო ომს, სისხლის ზღვას და დაპირისპირებას გულისხმობს და ამას დაუჭირა მხარი ევროკომისიამ. შეგახსენებთ 4 ოქტომბრამდე და 4 ოქტომბრის დღეს მიმდინარეობისას პირდაპირ ბრიუსელიდან მხარდაჭერა მაშინ როდესაც მიდიოდა ძალადობა, აი ახლა ამ მოძალადეებმა რო აღიარეს დანაშაული, როგორც ძალადობა, ისე აღიარეს მათი მიზანი, რომ ხელში ჩაეგდოთ პრეზიდენტის სასახლე და აი ამ მიზნის განხორციელების პროცესში ონლაინ როგორც იტყვიან, პირდაპირ ეთერში მხარს უჭერდნენ აი ამ მოძალადეებს. რასა იუკნევიჩიანი, მაია სანდუ და ასე შემდეგ ის პოლიტიკოსები, რომლებიც გამოირჩევიან საქართველოს მიმართ მტრული განწყობებით. ასე რომ ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს თუ რამხელა საფრთხის წინაშე იდგა ჩვენი საზოგადოება ბრიუსელის წაქეზებით, რა საფრთხე აიცილა ჩვენმა საზოგადოებამ და აიცილა სწორედ იმიტომ რომ ჩვენი უსაფრთხოების სისტემა მთლიანად იყო მოწოდების სიმაღლეზე და შეძლო ამ სისხლის გვისკენ მიმართული პროცესის ნეიტრალიზება. და მეორე ეს აჩვენებს კიდე ერთ რამეს, რომ ამის შემდეგ ისე გაწირეს ეს ადამიანები, სად არის რასა იუკნევიჩიანები და ესენი, ესენი იჯდნენ ციხეში, ისინი მშვენივრად არიან და კიდე საქართველოს წინააღმდეგ რთულ გადაწყვეტილებას ამუშავებენ. ასე გაწირეს ციხისთვის და ისევ საქართველოს სახელმწიფომ გაუწოდა მათ ხელი, რომ აღიარების სინანულის შემთხვევაში ადეკვატური რეაქცია ჰქონდა პროკურატურას ბრალდებას ამ მხრივ მათ მიმართ. ასე რომ მე ერთადერთი მოუწოდებდი სხვა მოძალადეებს, რომლებიც დღეს პენიტენციურ დაწესებულებაში არიან, ამ პროცესის ნაწილი იყვნენ, აღიარონ საკუთარი დანაშაული
ჩვენთვის ნათელია რომ ეს დანაშაული იყო წაქეზებული გარედან და ამიტომ მნიშვნელოვანი არის რომ ჩვენმა მოქალაქეებმა რომელსაც ეს ძალადობა ჩაიდინეს აღიარონ სადაც ინფორმაცია აქვს ეს ინფორმაციას მიაწოდონ პროკურატურას და ადეკვატური რეაქცია იქნება ყველაფერს.